ეს რა არის ძმა? ხო არ ხადო? ეს ციკ საჩვენე თუ რა არის ეს? ჩემი კაი რეებს ამატები. აუ ეხა 7 ტყვით თუ არ მოვიდგო ეს ხელი ნახე. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გვექნება უბრალოდ კლასიკი, დიდად არაფერს არ გავაკეთეთ, შევეცდები უბრალოდ მოვიგო ეს მატჩი, ხოლო თუ მოვიგეთ ეს მატჩი, გავაგზავნებ შემდეგ ვიდეოს, სადაც იქნება თუ წავაკებ მატჩს რაღაც დავალების შესრულება მომიწევს, იქნება რთული დავალებები, ან რაღაცები, ასევე თქვენ შეგიძლიათ დამიწერეთ კომენტარებში, რა დავალებები გავაკეთოთ, დავატრიალებ სპინს და რა დავალებაც ამოვა იმას შევასრულებ, რა თქვენი დაწერილი იდეებს და რავი რა შევეცდები ყველა მოხდეთ ვიდეოში, ისაც იქნება კომენტარი დაწერილი რაიმე სასჯელი. როგორც ყოველთვის დავეშვით სასნუკა მილტებაზაში, აქ თუ არ დავეშვით სხვაგან საძუნე დავეშვათ ყველაზე სარისკო ადგილია მგონი თელ PUBG Mobile-ის ადგილზე და გადაფრენის ადგილი იყო და ვიმედოვნოთ რომ ხალხი იქნება, რადგან ჯერჯერობით არავინ ჩანს და აგერ უცებ გავილუთებით და გადავინაცვლებ სხვა მხარეს და აგერ უკვე 2 წუთია გადმოვინაცვლეთ და აქეთკენ სროლების ხმები იყო. ესეც პირველი კილი ეგრევე ადვილად როგორც ყოველთვის დავაფინიშებ ამას, მაგრამ ჯერჯერობით ამას დავაფინიშე ხო? იქითკენ ხალხი დავინახე, რა ვიცი, იქიდან ისროდნენ და აბა ნახოთ ამათ რას უზო ხა, არავინ ჩანს ესე. აქეთკენაც 1-2 კაცი გავისტუმრეთ ეგრევე, მეორე კილიც გავაკეთეთ და ნახოთ აბა სხვა ადგილებში რა მოხდება, თორე აქ ცოტა მოსაბეზრებელია სიარული. გზაში ჩემთვის მოვდიოდი და აგერ ერთი მანქანა შემხვდა ეგრევე ჩემსკენ მოდიოდა და ეგრევე დავეჯახე, აი ეგ გავაკეთე ბოტები არიან მაინც რა. ბოტები არიან მაინც. რავი არაფერი არ გვიშლის და თქვენ მანამდე ვინც აქამდე მოხვალით ყურების დროს და ლაიქეთ თხოვნა იქნება ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დავიდეთ 1000 გამომწერზე. რავი ძალიან დიდი ხანია უკვე 1000 გამომწერზე ვაპირებ ასვლას და ვერავედით. მაგრამ ეგ არაფერი ძმები იმედები არ უნდა დაგარგოთ არასოდეს და ახლა გადავინაცვლეთ პოჩენკში. ასევე არ დაგავსხათ დააკომენტაროთ თუ რა სასჯელი გადავიღო ან რა ჩელენჯი, თუ წავაგებ ჩელენჯს, დამიწერეთ თქვენი იდეები ან რაიმე კითხვები დამისვით და ამაგაზე ცალკე ვიდეოს გადავიღებ კითხვებზე პასუხს, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად ავაპირებ მაგის გადაღებას. ხოლო 1000 გამომწერზე ვაპირებ სასაცილო ვიდეოს ან რაიმე მაგარი ვიდეოს დადებას, სასაცილო გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ სიახლეებს თუ რის გაკეთებას ვაპირებ რა. აი როგორც ხედავთ პოჩენკშიც მოვედით უკვე ჯერჯერობით არავინ ჩას, მაგრამ უჭველი იქნებიან პოჩენკში, სულ ესე არიან ხოლმე ჩამალულები. აბა ნახოთ ერთი რა ხდება აქეთკენ, არაფერი. აი, აგე ისვრის წინ. რაღაცა ისვრის წინ, აგე. ოპა. აი ეს გავარდით. შვენიალური. ნახოთ აბა ერთი რა ხდება. ეს რა არის ბიჭო? ეს რა არის? ეს რეებს ამატე მე ხო არ გადაო. აი რა არის ძმა? ეს რა არის? ეს მაგ ვერტიკი კონტროლერებს რა არის? როგორ დავუმიზნო ვაფშე კაცს? აუ იმი. მოიცამე კაც უნდა მოკრავი. ეს კაცი მოკალი? კი. ხო არ გადაო რაღაც. ჩემი კაი ეს რა არის? პირველად ხედავ ეს რაღაცას. იმენ PUBG Mobile-ის იმდენად იშვიათად შემოდივარ, ეს თუ იყო დამატებული არ ვიცოდი. როგორ გამოიყურება ჩვეულებრივად. ცნობილია. აგერ ვიცი, ორი დრო კიდევ ვინახე, წინ ერთდროულად დაეშვა და რავი, ახლაც შოქში ვარ თუ რა არის ეს სკოპი დამატებაში. რამდენი სანტიმეტრით არ დიდოს, რამდენი ეგას კი არ ვიცი, ან რავი, ძალიან დიდი ზიადიდები მე როგორც შემჩნევ, ჩემი აზრით მინიმუმ 5x იქნება რა. აგერ აქეთკენ დროპები დაშვებულია, როგორც ხედავთ და მანქანა ეგრევე გავიტანეთ ეგრევე თურქში იყო მაინც ამას ძილად გავიტანეთ და აგერ AUM რა, შვენიალური AUM ავიღოთ. ეს გადავაგდოთ ესენი, არადა იქით რა X-ი დავტოვე ხო არ გადავ. ეგ არაფერი ძმები, ეგ არაფერი. აი ესეც AUM ავიღეთ და აქეთკენ რა, აგე 4X, უკეთესი. აბა 4X-იც ავიღოთ. აუ რედოთი აიღო. 4X-ი ძმა. აუ იმენა ძლივს ავიღე 4X. აგერ იქითკენაზე, აუ ეხა იქით ეგდოს 90 თუ რაღაცა რო არის იარაღი, იმინა 50 ტყვია რო არის. ხო რა გადავ ფიქ არის ბიჭო. აუ აი ამას ქვია იღბალი ძმა. ეგრევე ლუთიც ავიღეთ მაგარი P90 და AUM-იც. ამას გადავაგდებ, არ გჭირდება არ თუ ვახში იყოს. რავი რა იცის რა, იქნება ბოლოსკენ დამჭირდეს. ესე იყოს და რავი, მანქანები არ მოდიან, ეხლა უზრხილ მოვიდეს რაღაცა. ჩემი კაი მინა იქ ხო P90 დავაზუსტე, ეხლა მანქანები.
ო რა წილი რა ამას დაუნოკავ და ეხა იმასაც წავაძებ ხავს. ოპა, აუ ესა ვაცილე. კი. გამოყავი. ბიჭო. ჩემი კაი ამაზე იღბლიანი მოთამაშე თუ მენახოს. გამოყავი თავი, ხა? მიდი. ახი არ ხდება ბიჭო ზღია. თუ არ ხდება ეხა არ გამოშტერდე. თუ არ მოხდა. მოდი. აჰა, ეხლა ხო მოხდა ჩემი დავიღალე ზღვა. წავიდით ეხლა დრო არ დავკარგოთ ახლა და გადავინაცვლოთ შემდეგ ადგილზე. ნუ აქეთკენ კიდე შემდეგი დროპი და მინახე და გადავწყვიტე გადმოსულიყავი, რადგანაც იქნება ხალხი მოვიდეს, რადგანაც რავი კილებს გავაკეთეთ, რატომაც არა უკვე 14 კილი გვაქვს ჩვენს გარდა 9 კაცია, კი არა 8 კაცია დარჩენილი და რავი არავინ არ მოვიდა სამწუხაროდ და ეგ არაფერი გადავინაცვლოთ შემდეგ ადგილზე. აგი მოვიდნენ. ამას ყურე. აუ. მეურიც დავუკეთ. აუ, ნირი არიან ძმა. ბოტებს ვეთამაშები ხო რაღაც, მაგრამ ბოტები არ არიან. ერთ და იგივე დროშები ვიყენია 3-ს. დავაფინიშოთ აგე ამას ირანის რუსეთია, რა არის ვაფშე ეს რუსი, მგონი ირანია. ესაც დავაფინიშოთ, ესაც ვაიმე. ხო, პიტიკაი ენერგი მქონდა დალეული რა. თორე ენერგი რო არ დამელია, ეხა წესიც უნდა მოუკვდარიყავი, მაგრამ რავი რა. ამჯერად ამას არ გაუმართლა და ეგრევე თავი წავაძარით. აგე აზერბაიჯანის დროშა იყო, ამეთკენ არ იყო რა თქმა უნდა. უცებთ დავაფინიშოთ. 18 კილი გვაქვს, კიდე 4 კაცი დარჩა ჩემს გარდა და იმედია მაგ 4 კაცსაც მე გავიგდებ. რადგანაც 19 კილი მექნება მitmeti მომატება кейდი, მაგრამ სამწუხაროდ რას ვთამაშობდი დაახლოებით სულ რაღაც 5-6 პლეიერი შემხვდა ვისანაც მართლა გამიჭირდა. მგონი გამიჭირდა რა, შედარებით ნორმალური პლეიერი იყო, დანარჩენი ბოტები აღმოჩნდა, მაგრამ რა ვიცი, უკვე აღარა ვარ ძალიან დაბალ რანგზე არა. ვარ დაბალ რანგზე, მაგრამ რავი, სულ რატომ ხვდებიან ესეთი ბოტები, მაგასაც ვერ ხვდებიან რა. ეგ არაფერიზმები გადავინაცვლოთ შემდეგ ადგილზე. შევეცდები ვაფშე. გადავიღო შეიძლება რანკის აკაჩვის დღეები. ყოველ დღე ან ყოველთვის გადავიღებ ვიდეოს თუ როგორ ვკაჩავ რანკს და თუ მოგეწონებათ მეგობრებო, დამიწერეთ, თუ გინდათ ეგეთი ვიდეო გადავიღო რანკი რო ავკაჩო. ეგეთი პირველი ეპიზოდი, მეორე ეპიზოდი და ამან რა ყურგები მარტყმები ნახო რაღაცა. და რავი, თუ მოგეწონებათ ეგეთი ვიდეო რო გადავიღო რანკების გეიმპლეი, ანუ რანკი თავკაჩავ 1, 2, 3 ეგრე რანკებს რა. გოლდენებზე გადავარ პლატინიუმზე და სხვა რაღაცებზე დამიწერეთ კომენტარებში. საერთოდ ჩვენს გარდა ერთი კაცი დარჩა რა. აგერ გადავწყვიტე რომ ყველაფერი გადამეყარა, ამიტომ მხოლოდ 7 ტყვია AWM-ზე, რათა უფრო საინტერესო გამეხადა თამაში და აბა ვნახოთ ეხა თუ გავიგდებ 7 ტყვით ბოლო კაცს რა. ასევე დამიწერეთ კომენტარებში თუ შევქნა საკუთარი კლანი, თუ შევიდე ვინმეს კლანში და გადავიღო პრეკების თამაში, ვითამაშებ პრეკებს ჩემ კლანელებთან ერთად და მაგას აუცილებლად გადავიღოთ და დავდეთ როგორც ვიდეოს სახით. თუ მოგეწონებათ ეგეთი სახის ვიდეოები, დამიწერეთ აუცილებლად. დამიწერეთ ასევე თუ როგორი ვიდეოები მოგწონთ თქვენ რომ გადავიღო პირადად, ეხა მაგალითად Box Opening-ის ვიდეოების გადაღება სულ არ შემიძლია, რადგანაც ძალიან ბევრს მოგეწონათ როგორც ხედავ, მაგრამ არა მაგდენი რომ ყოველთვის გადავიღო Box Opening-ი და ვცდილობ რომ სხვა ვიდეოები გადავიღო, სანამ ბოქსებში ვაგროვებ, რომ მაგის ვიდეოს შემოგთავაზოთ აუცილებლად რა. ჯერჯერობით ის ბოლო კაცი არ ჩანს და აბა ნახოთ ახლა საითკენ იქნება. ნუ აგერ აქეთკენ ერთი კაცი ისროდა, ხმა გავიგე და იმედია აქეთკენ არის ყველა დრო არ დაკამაკარგინეს და კი აქა. დავინახე უკვე აგერ აკაზის, ეგრევე და ვა, ავაცილე გავმართლა. მეორეც ავაცილე ძმამა. ვა, ჩვენ ნიარვე. პირველი ადგილი 20 კილი ძმები. Victory belongs to us. 20 ძალიან გაია და ნახოთ ეხა გამოვიდეთ მატჩიდან. და რა ვიცმები, სხვა რამე თქმის, ვინც აქამდე უყურა ვიდეოს, ძალიან დიდი მადლობა ყველას ხარდაჭერისთვის და არხის გამოწერისთვის. ეს მე ძალიან მეხმარება არხის განვითარებაში. ასევე შემოდით Discord ლინკში, რომელიც აღწერაში მიწერია. გადმოდით ეგრევე შემოდით. დაგხვდებათ, რამოდენიმე ადამიანი ჩემს გარდა სამწუხაროდ ბევრი არ შემოსულა, მაგრამ ეგ არაფერი, არასოდეს არ უნდანებდეთ და ბევრ რამეს მიახსოვს ცხოვრებაში, რავი, ეგ იქნება ჩემი პატარა რჩევა. და რავი, თავი რო არ მოგაბეზოთ ძმებო, მოვალ შეხვედრამდე. ნახვამდის.